ყველას საფეხბურთო სალამი და მე კვლავ გიბრუნდებით უცხელესი საფეხბურთო სიახლეებით. 336 დღის შემდეგ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა. რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩამ. გიორგი მიქაუტაძემ განცხადება გააკეთა, სადაც ნაკრებზე და ოჯახზე ისაუბრა. ის რაც ქართველმა თქვა, დასაფასებელია. ილია თოფურიას კომენტარი ძმის ბრძოლასთან დაკავშირებით. ეს და სხვა მრავალი სიახლე ჩვენს არხზე. ხოლო ვიდეოს დაწყებამდე თხოვნა იქნება ავიდეთ 2000 მოწონებაზე. თუ ეს ინფორმაციები თქვენთვის საინტერესო ან სასარგებლოა, ფიქრობ ერთი ღილაკის დაჭერა პრობლემას არ შეგიქმნით. ასევე სამწუხაროდ მაყურებლის 70%-ს არხი გამოწერილი არ გაქვთ. გამოვასწოროთ ეს შეცდომა. გახდით ჩვენიანი და გაიგეს სპორტული სიახლეები პირველმა. მადლობა თუ ჩემი თხოვნა გაითვალისწინეთ. ახლა კი ვიდეოზე გადავიდეთ. ლიონის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ კამპოსთან ინტერვიუში ოჯახზე, პატრიოტიზმსა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა. როდესაც ჩემი მშობლები საფრანგეთში ჩამოვიდნენ, მათ ფრანგული საერთოდ არ იცოდნენ. დედაჩემი ინგლისურად საუბრობდა, მამაჩემმა კი მხოლოდ ქართული იცოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. მათ ფრანგული იციან და თავისუფლად საუბრობენ, თუმცა სახლში მაინც ქართულად ვლაპარაკობთ. ვცდილობთ საკუთარი წარმომავლობა არ დავივიწყოთ. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად სრულიად ვეთანხმები გიორგის ამაში, რადგან მართლაც მნიშვნელოვანია ყოველთვის გახსოვდეს, საიდან მოდიხარ და სად არის შენი ფესვები. ჩემმა მშობლებმა საქართველოს რუსეთთან ომის გამო დატოვეს. იქ ცხოვრება რთული იყო, ამიტომ ისინი დაუგეგმავად საფრანგეთში ჩამოვიდნენ. პატრიოტიზმი, რომელიც საქართველოს ნაკრებში სუფევს, ჩვენმა მშობლებმა ჩაგვინერგეს. ჩვენთვის დიდი პატივია, ქვეყანა რაც შეიძლება მეტად ვასახელოთ. შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ლიონში გასული წლის ზაფხულში მეციდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ ლიონის მაისურით გამართულ 30 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. ცნობისთვის მომდევნო მატჩს ლიონი 18 თებერვალს გასვლაზე მონპელიეს წინააღმდეგ გამართავს. წარმატებები გიორგი მიქაუტაძეს და მადლობა იმისთვის, რომ თავისი ქვეყნის ასეთი ერთგულია. კოლბი თიქნესის დამარცხების შემდეგ ალექსანდრე თოფურია მედიის ყურადღების ცენტრშია. დღეს ქართველი მებრძოლი არიელ ჰელვანის პოდკასტში იყო მიწვეული, სადაც მას ჰენრი სეხუდოზე კითხეს. კითხვა ასეთი იყო: ხარ თუ არა მზად ჰენრი სეხუდოს და მსგავსი დონის მეტოქეებთან საბრძოლველად? ალექსანდრეს პასუხი: მე აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვარ. თუ მე მეკითხებით, დიახ, ეს ასია. ყველა მაღალი დონის მებრძოლთან საჩხუბრად ვარ მზად. თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ რა მინდა აქ? შეგახსენებთ, რომ ჰენრი სეხუდოს ალექსანდრე თოფურიას UFC-ში სადებიუტო ბრძოლა არ მოეწონა. ასევე შეგახსენებთ, ალექსანდრემ კოლბი თიქნესიმ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება მისი შემდეგი მეტოქე. ალექსანდრე თოფურიას დებიუტზე მისმა ძმამ, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამაც ისაუბრა. მისი თქმით, სეკუნდანტის როლში ყოფნა ძალიან უცნაური იყო. მისი დებიუტის ხილვა ძალიან ემოციური იყო. ალექსანდრეთი ძალიან ვამაყობ. მან შესანიშნავი სამუშაო გასწია. მწვრთნელობამ უცნაური განცდა დამიტოვა. როდესაც ჩხუბობ აკონტროლებ ყველაფერს, რაც ოქტაგონზე ხდება, ხოლო როდესაც მწვრთნელი ხარ, კუთხიდან ვერაფერს აკეთებ. მართალი გითხრათ, ძალიან ბევრი ვინერვიულე. ალექსანდრე ამ წონის დომინანტი იქნება. UEFA ჩემპიონთა ლიგის პლეინის პირველ მატჩში ბრესი PSG-ს დაუპირისპირდა და 0-3 დამარცხდა. საპასუხო მატჩი 20 თებერვალს გაიმართება. ანგარიში 21 წუთზე ვიტინიამ გახსნა, ხოლო უსმან დემბელემ დუბლი შეასრულა. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას ათადარიგოთა სკამზე პირველად დასვა. თამაში 77 წუთზე ჩართო, როცა ანგარიში უკვე 0-3 იყო. აღსანიშნავია, რომ კვარა ჩემპიონთა ლიგაზე 326 დღიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ქართველმა ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგზე ითამაშა. 74 წუთზე კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო არბიტრმა ბრესტის მცველ ბრენდან შარდონეს ყვითელი ბარათი უჩვენა. ქართველი ფეხბურთელის თამაშს სიმწვავე აკლდა. გარემარბის ფუნქციები სათანადოდ ვერ შესრულდა. შეტევას ვერ ამწვავებდა და რამოდენიმე არაზუსტი პასიც კი გააკეთა. თუმცა ასევე უნდა ვთქვათ, რომ გარკვეულ მომენტში ჩანდა, რომ ფეხი აწუხებდა. შესაძლოა მცირე დაზიანებით ითამაშა, რამაც საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ხელი შეუშალა. ზოგადად კვარა უფრო თამამი და გაბედული უნდა იყოს. ცველის მოტყუებაზე უნდა მიდიოდეს და ფეთქებადობა გამოარჩევდეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ PSG-ში ახალი გადასულია და მონაკოსთან ბრწყინვალე გოლის მიუხედავად ადაპტაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გავლენიანმა გამოცემა SofaScore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა. ყველაზე მაღალი შეფასება ვიტინიამ 8.4 ქულა დაიმსახურა. ხვიჩა კვარაცხელიამ 6.6 ქულა. გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ჟურნალისტმა ლორან პერინმა Paris Saint-Germain-ზე ისაუბრა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პერინმა ყურადღება გაამახვილა, კვარაცხელიას როლი და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების პერსპექტივები იყო. ამ დროისთვის კვარას ძირითადში ადგილი გარანტირებული არ აქვს. ის ახალ სტილსა და კომბინაციებს უნდა მოერგოს. ეს მარტივი პროცესი
პროცესი არაა და ერთ დღეში ვერ მოხდება. ამიტომ ამ დროისთვის PSG უფრო ეფექტურია, როდესაც შეტევაში დუე, დემბელე და ბარკოლა თამაშობენ. თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სეზონის დასკვნით ეტაპზე ძირითადში ეს სამეული იქნება. გარდა ამისა, პერინს ასევე კითხეს, ხომ არ უნდა იაქტიუროს PSG-მ ვინისიუსის გადაბირების საკითხში, რომელიც რეალთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ მხარეები ჯერ შეთანხმებას ვერ აღწევენ. ვინისიუსი Paris Saint-Germain-ში ის მარცხენა ფლანგზე თამაშობს, სადაც ენრიკეს კვარა და ბარკოლა ყავს. ამიტომ ვინისიუსი PSG-ს არ სჭირდება. პრობლემას წარმოადგენს მისი იმიჯი და ფასი. პარიზელები აღარ გადაუხდიან ვინმეს ასტრონომიულ ანაზღაურებას, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. ვინისიუსი წელიწადში 25 მილიონ ევროს იღებს და PSG არ მოისურვებს სახელფასო უწყისის ასე დატვირთვას. მაშინ, როდესაც ეს პრობლემა დიდი შრომის შედეგად მოგვარდა. რაც შეეხება ვინისიუსის იმიჯს, ასეთი ხასიათის ფეხბურთელის დამატება პარიზელების ინტერესებში არ შედის. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? დაწერეთ კომენტარებში, ღირს თუ არა ვინისიუს ჟუნიორის გადაბირება Paris Saint-Germain-ში. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს ტრანსფერი ძალიან ხელს შეუშლის ხუჯა კვარაცხელიას და ზოგადად მთლიან გუნდს. ჩემპიონთა ლიგის პლეინში გულშემატკივრებმა საოცარი დაპირისპირება იხილეს. Manchester City მადრიდის რეალს უმასპინძლა. ბლანკოსმა უნძიმეს ბრძოლაში 3-2 მოიგო და მერვედ ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მთელი მატჩის განმავლობაში არაერთი მომენტი იქმნებოდა და უფრო მეც მადრიდული გრანდი აქტიურობდა. პირველ ნახევარში ანჩელოტის შეგირდებს რამოდენიმე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს. ანგარიში ერლინგ ჰოლანდმა გახსნა და პირველი ტაიმი ქალაქელებმა 1-0 მოიგეს. მეორე ნახევარი იმავე სცენარით წარიმართა. ბლანკოსი აქტიურობდა და ერთ-ერთი შეტევა კილიან მბაპემ გოლით დააგვირგვინა. დარჩენილ დროში სამეფო კლუბს კიდევ ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსები, მაგრამ რიგ ეპიზოდებში ედერსონი მოწოდების სიმაღლეზე იყო. თითქოს მასპინძელთა კარში გოლი მწიფდებოდა, მაგრამ რეალის კარში პენალტი დაიდო და ჰოლანდმა City წინ გაიყვანა. კარლო ანჩელოტიმ როდრიგოს ნაცვლად მატჩში ბრაჰიმ დიასი ჩართო, რომელმაც გამოსვლიდან რამოდენიმე წუთში ანგარიში გაათანაბრა. თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საჯისმიერ კომპენსირებულ დროში ჯუდ ბელინგემმა მესამე გოლი გაიტანა და რეალს მოაგებინა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 19 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით ღამის 12 საათიდან დაიწყება. კომენტარებში დაწერეთ, რომელ გუნდს გულშემატკივრობთ და როგორ ფიქრობთ, რომელი გუნდი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას წელს. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა, იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში არ დაიზაროთ ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერა. მე კი მალე დაგიბრუნდებით და აბა, წარმატებები.